პერიოდში მაჟორიტარ დეპუტატს თემურ ჩხაიძესაც დებენ თუ რას პასუხობს ამას ბატონი თემური საერთოდ როგორ აფასებს აქციის მონაწილეთა ქმედებებს და აღონისძიებების გატარებას აპირებს ამაზე რამდენიმე კითხვა თავად დეპუტატს მიმართა მოგესალმებით ბატონო თემურ პირველ რიგში გილოცავთ ეს ჩვენ პირველი შეხვედრა არის წარმატებების საქმიანობაში ბატონო თემურ აქცია რამდენიმე მიმდინარეობს შეიძლება კი უკვე მეორე დღეა გამოაცხადეს თქვენ შორის ფაქტურად როგორც იყო ამ დღეების განმავლობაში ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ სიტუაციას თქვენ შორის აბსოლუტურად შეთანხმება არ ყოფილა აი ამასთან დაკავშირებით როგორ ფიქრობთ ვინ შეიძლება იყოს ეს ყველაფერი მართული და თქვენ რა თქმა უნდა თქვენი შეფასებები გვინტერესებს პირველ რიგში ეს მართული ვერ გეტყვით ისგანაა აშკარად ძნობა პროვოკაცია არის როცა ვიყავი ისინი ხარესთან ამ შემთხვევაში მომიტინგებთან ხოლმე თუ რას თხოვდნენ რა უნდა შეგვესრულებინა ან ამ შემთხვევაში აღეობის წევრებს თხოვნა იყო ასეთი რომ გადადგეს გამგებელი უნამისის სადაც გამგარია არის გამგებლის მოვალეობის შესრულებელი მე ვთქვი თუ ამ შემთხვევაში თუ გადადგება გამგებელი მაშინ რა იქნება მე პასუხი პირველად რომ მაშინ თქოს დაწნამებია ამოვედი და ასოციაციის ვისმენდი თქვენ კომენტარს დასაწყისში გარიგებასთან დაკავშირებით პირველად ვიყავი ინტარში სპეციალისტ სადაც ზის ბაგონი ბეზური ჩიტიძე პირველად ვიყავი კომუნისტების შემდეგ იმის შემდეგ პირველად ვარ ნაპოლი ასე რომ ეს სისულელია ეს თავისთავად თქვენ თვითონ მიეცით ამას შეფასება იმიტომ რომ თქვენ ბრძანდები დეპუტატი თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ ადამიანებთან ურთიერთობა უნდა იყოს თანამშრომლობა და ის არ უნდა იყოს ის საფუძველი რომ ვიღაცებმა რა თქმა უნდა მე ხებულობაში იყო შეხვედრები და ეს და გარიგებები და ეს სულელია როცა ეს სულელია და როცა შევიდი და საკრებულოს რამდენიმე წელი იყო ასე თვითონ შემოვიდა ბატონი აპასკურავა იმას თქვა აი ახლა დავწერთ განცხადებას და გადავდგები და შემდეგ გაჩნდა ახალი მოთხოვნა და ჩავედი რომ უთხარი რომ აი ახლა ჩამოვიდა განცხადებას თუ გამგებლის მოვალეობის შესრულებელი გამგარია მაშინ გაჩნდა ახალი მოთხოვნა რომელიც პირველად გავიგე შეიძლება დავიცო პირველად გავიგე და დიაგნოზი მოთქვა რომ მე ვაცხადებ შიმშილობას ეს უკვე იყო არ ვიცი და ახალი მოთხოვნა გადავიდა საკრებულოს თავმჯდომარე ერევაში და ახლა გადავიდა საკრებულოს ერევაში ბატონო თემურ ფაქტი არის რომ ეს ადამიანები და საერთოდ კოალიციის წევრები თუ არჩევნებამდე მივადოსმებენ ხას იმას რომ ჩვენ არჩევნების შემდეგ თუ მოვალთ ხელისუფლებაში ჩვენ ვიქნებით კანონმორჩილები ჩვენ ყველაფერს პირველ რიგში ხას უსვამდნენ იმას რომ არ მასპოვდა პოლიტიკური ნიშნით ადამიანების შერჩევა და სამსახურებიდან გათავისუფლება იქნებოდა კანონიერი გზებით ხდება ცვლილების გატარება მაგრამ ეხლა გამოდის რომ აბსოლუტურად საწინააღმდეგო სიტუაციას ვიღებთ იმიტომ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ ყოფილა და დარჩენილი არის კიდევ 2 წელი ანუ ფაქტობრივად ხო არ გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში კანონმდებლობაში მოქმედებებთან მე ერთიან შემიძლია თქვა აქ თვითონ როცა საუბარი ქონდა გამგებლის მოვალეობის შესრულებასთან დოქტორ ხუჩიძესთან ისინი თანახმდებიან თუ რასაც მოხდა ის შესრულებები მაგრამ აქ რომ თუ ავლენ დავუშვათ გადადგა გამგებლის მოვალეობა უნდა ჩაანაცვლოს შემდეგმა შემთხვევაში პროფესორი თეატრალურმა მოადგილემ და თქვი რომ იყოს კანონიერი არჩევნები თქვენ როგორც ვიცით ბატო ჩხაიძის შეტანილი აქ განცხადებული გამგებლა და ხარი კონგრეს განცხადება შეტანილი განვაცხადეთ ამას ხოლმე ვისაც სურვილია ის გამოხატავს სურვილს რომ უნდა
გამგებლობა ის სიამოვნებით რაღაც პერიოდია, როგორც ამეცნე პერიოდია დაახლოებით 1 თვე, განიხილებოდა ეს ყველაფერი და ღირსეული ხალხის მერჩეული იქნებოდა გამგებელი. და როცა ჩამოვედი, იყო აი ამერი პასუხი ამ შემთხვევაში მონიტინგებისგან, რომ ეს არის ხმამაღალი ნათქვამი, უთხრა გამიყვანა შენ გიშნის ხელს თუ მეკითხებეო გამგებელი ამ შემთხვევაში. მე ვუთხარი გამგებელი თუ პროექტის შემსრულებელი იქნება, მე არჩეული ყავს და ის იქნება დაგეგმოთ თუ პროექტის შემსრულებელი თუ არა და ცივილიზებული გზით მივიღოთ გადაწყვეტილება და მიიღებს შენს მონაწილეობა, მიიღებს ხალხის, ვისაც აირჩევს ხალხი, აგირჩევს. მithumetes კონკურსი იყო გამოცხადებული. კონკურსი არ არის გამოცხადებული, უბრალოდ ძიებაში ეს ყველაფერი და ყველას აქვს ამზადება დაწესებულია. ბატონო, საინტერესო რა არის, იცით, აი, როდესაც კოალიცია შეიქმნა, ყოველთვის იყო იმაზე საუბარი, რომ ჩვენ ერთგულად ვიმუშავებთ, ჩვენ გვაქვს ვარდში თანხმებულები, ჩვენ გვაქვს ერთი მისია, ჩვენ გვაქვს ერთი მიმართულება. ეხლა ისე გამოდის, რომ ეს ადამიანები, მაშინაც ყოველთვის არჩევნებამდე იყო საუბარი, რომ კოალიციაში იყო სერიოზული დაპირისპირებები, შიდა დაპირისპირებები და ერთგულად არც არასოდეს არ მუშავიათ, მაგრამ შემდეგ ძალიან ბევრი პრესკონფერენციაზე საუბრებში ამ ოპოზიციის ეხლა ხელისუფლებაში მოსული ადამიანების მხრიდან გაიყვა, რომ მაშინ არ ახმაურებდნენ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ჰქონდათ ერთი მისია მოიგოთ არჩევნები. არჩევნები მოიგეთ და ეხლა ფაქტი არის, რომ ყველაფერი თავდაღირად ან კონსენსუსის მიღწევა აი ამ კოალიციის წევრებს შორის არ ხდება. არის წინ უამრავი საქმე დასაკეთებელი, არის ცვლილებები დასატარებელი, როგორ მოახერხებთ აი თქვენ თუნდაც როგორ დეპუტატი, აი დანარჩენი ადამიანები როგორ მოახერხებენ იმას, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე თუნდაც იფიქრონ საქმის კეთებას, რომ აი ამ შემთხვევაში არ გავუსურვოთ. ზუსტად მაგასია საქმე. აი ეს უნდა გითხოთ აი მხარს, თუ რატო გეკეთებენ ამას, ჩემი მიზანი ყოველთვის და იქნება რაც შეიძლება მომლეკებელი ურთიერთობა გქონდეს, იმიტომ რომ მილანის კურსში ჩამოსულიყო, იმიტომ ცოტა სახეშეცვლის მიჩვენა ჩემი და იული მაქვე, იმიტომ აქ ძალიან ბევრ რაღაც მსგავს მსგავსებას შევხვდი, ამიტომ ვცდილობ რომ რომელიმე აი ამათთან მოვახოთ, რომ დაკავშირება და მინდა რომ აი ამის არჩევნებიდან გამომდინარე განად დამარჩენებს ისაუბარი. ეს მთლიანად ეხება რაც ეროვნული ის დაიწყო, ეროვნული მოძრაობა დაიწყო იმ დღიდან დაწყებული. ყოველთვის ხდებოდა ეს ანგარიშგორებები ერთმანეთთან და დაპირისპირებები. მე არ ვიყავი ჩართული, ერთ-ერთ არჩევნებზე ვიყავი 2003 წელს, მე რა პროგრამის მოხმარებები და მაშინ რაც ნახე სურვილიც კი არ მქონდა, რომ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, მაგრამ იძულებული გავხდი, რომ რა თქმა უნდა ეს ხალხმა გადაწყვიტა და მიმიღო მონაწილეობა, მაგრამ რომ მივიღე არ უნდა, იმიტომ რომ საკუთარი თვალით დავნახე თუ რა ხდება, ამიტომ მე მინდა რომ როგორმე გამოვხდეს ეს დაძაბულობა, მინდა რომ ხალხი გაუგონდეს ცხოვრებას, მინდა იცნოს ხალხმა, რომ შეიძლება ჩვენ პატარა რაიონში ნორმალური ცხოვრება, შეიძლება ნორმალური ურთიერთობა ერთი ფაქტი არის, რომ თქვენ გსურთ, რომ ეს ყველაფერი სტაბილურად წავიდეს იყოს სიტუაციაში და ცივილურად, რაც ყველაზე მთავარი არის, მაგრამ არის მეორე ფაქტი. ფაქტი არის, რომ ეს ადამიანები უკვე თქვენ წინააღმდეგად წამოვიდნენ. როგორ მოახერხებს ამას დეპუტატი თემურ ჩხაიძე? შეიძლება დავუძინოთ ჩემ წინააღმდეგ. ან გუშინდელ სიტყვა, ანუ აი ამ ფარგლებთან დაკავშირებით ამას რომ გავუსვათ ხაზი. მაშინ თემურ ჩხაიძე არაფერს შუაში არ იქნება, უბრალოდ კანონებს და კანონის მიხედვით გაკეთება ყველაფერი. მე გავუთხილო ხარი და მომგებულად, მინდა მეგობრულად, არ მინდა კონკურსი ხდება ეს ახლა მოხდეს საკაც, იმიტომ რომ მე ამ ხალხის წევრი ვარ. აქ არა იმის საუბარი, მე 14000 კაცმა მომსახმა, 14000 ჩემი მომხრე იყო, დანარჩენი იძულებით იყო რაღაცები ხდებოდა, რა თქმა უნდა ისიც ჩემი მეგობრები და ჩემი ახლობლებია, იყო შეგნებულად მოწინააღმდეგე ისინი ჩემი ახლობლები არიან და გაზია საუბარი და მე ვარ მთლიანად რაიონის დეპუტატი და ამიტომ ეს ჩემი გადასაწყვეტი იყო, რომ აი ამ ხალხის გვერდით დავდგება. ახლა იმას რომ აქ რამდენიმე კაცის
სკოლაზე გავიაროთ ხო ლურჩე იმიტომ რომ ჩახებული ვარ ვიცი თუ რა ხდება ჩვენ კოალიციაში ვიცი თუ რა ხდება ჩვენ ფრაქციაში შეთანხმებული ვარ ხალხის სკოლაზე მასწავლებლები ანუ თქვენ შეგიძლია დღეს თქვათ ის რომ აი ეს ადამიანების აქციები აბსოლუტურად ამოქმედებები აბსოლუტურად ცდება კოალიციის მიზნებს ესენი აბსოლუტურად ამოქმედებები ეს არის როგორ ფიქრობთ ან კიდევ ერთხელ გამოვიდა რაც არის მხრიდან შეიძლება ეს იქნება თქვა ზოგადად სიგნალურად დაიცოდეთ თუ რა ხდება იქ ეს ზედაპირულად ამბობთ მაგას ეს გაერკვევა რა თქმა უნდა დაიმალებს ყველაფერი ეს თავის ადგილი მიეშიება ჩემი აზრით ჩემი სურვილია რომ ეს ყველაფერი მოხდეს მომხდარულად მაგრამ თქვენ ამბობთ იმას რომ აქ კოალიციის მიზანი არავითარი კოალიციის მიზანი ახლა არავითარი კოალიციის მიზანი იმიტომ რომ მქონდა პარტიულ დავითის უფასთან ყველა კოალიციის ყველა ფრაქციის წარმომადგენელთან ჰქონდა საუბარი, ამიტომ ვიცი მაგათი აზრი, რომელსაც მოგვს კოალიცია, ფრაქცია, ამიტომ ეს რაც ხდება აქ ქართულ ცნობასთან არავითარი შეხედა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. რამდენიმე კითხვა მიმართეთ აქციის ერთადერთ მშვიდობას ბატონ ლია ვერცხალაშვილს. საინტერესო არის მუშინ მოთხოვნა უნდა იმასთან დაკავშირებით რომ გადაჭრით ალბათ მოვალეობის შესრულებელი გახსნა. როდესაც დეპუტატი ჩამოვიდა თქვენთან და განაცხადა რომ ბატონი ასკურავა ამისთან ახლა თქვენ შეცვალეთ მოთხოვნა და უკვე ბატონ ჩიტიძის საკუთარ თავმჯდომარეობიდან ანუ ეს ყოველდღურად უნდა შეიცვალოს მოთხოვნები თუ ერთ აზრზე ხართ რაღაცა ჩამოყალიბებული ის მიღწევის შემთხვევაში შეცვალოს არის ციტკე აქცია არც დამიწყია შენ და არც ისე მე აქცია დავიწყე მაქვს ჩემ კონკრეტული მოთხოვნა კონსტიტუციური რომ მაქვს ნიშნულები რომ მოითხოვოს ის რაც დასაკმაყოფილოს მე ნაციონალური მოძრაობა თავისი შედეგებით და თავისი საქციელით მთლიანად ნაციონალური მოძრაობა ძალიან თავის ერთ-ერთი იქცეოდა რომ შეიძლება ამ პარტიაზე ხელმოწერები შეგროვდეს რომ თავისი საქციელის გამო აიგზავნოს ეს ამ მოძრაობის ყოველი წევრი იქნება ეს პრეზიდენტი გუბერნატორი ის საკრებულოს თავმჯდომარე და ისია ინტერვის ნაწილად რომელიც მასაც პროგრამ თავისი საქციელი ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა და ამიტომ მე გუშინ დავიწყე შეშლება ჩემი პირადი მოთხოვნა არის გადადგეს საქართველოს პრეზიდენტი გადადგეს გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი საკრებულოს თავმჯდომარე და აქ მოვიკითხეთ კიდეც უარი ფარულ გარიგებებს ფაქტია რომ ორი მხარე იქნება ამ მხარეზე არა ორი მხარე მე უარი ფარულ გარიგებებს ეს აქციის მონაწილეები არიან მე კონკრეტულად მარტო ამას ვარ ახალგაზრდები არიან ეს აქცია რაღაც დაშიმშილება რაღაც სპონტანურ სახეს იღებს აქ ვიღაცები მოდიან თავის აზრებს აფიქსირებენ ყველას უნდა რომ რაღაცა თავის მიზანს ამით მიაღწიოს თუ რა ხდება მე გეუბნებით მე მაქვს კონკრეტული მიზანი სპონტანურად თქვენი მიზანი არის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგმა ჩემი მიზანი არის თქვენ ახსენეთ წეგან სიტყვა კონსტიტუციური უფლება გიფიქრია თუ არა იმაზე რომ საკრებულოს თავმჯდომარეს აქვს ლეგიტიმაცია კანონის ჯარით მინიჭებული 2014 წლამდე ამ შემთხვევაში ცოტა ხორცდება არა მოთხოვნა გამოვიდა არა კანონის პარლამენტში ის არჩეულია ბატონო ხალხის მიერ არჩეული ეს ის ხალხის მიერ არის არჩეული მაგრამ თავისუფლად შემიძლია მე თვითონ პრეზიდენტის გადადგომას შეიძლება ჩემს კონსტიტუციას ვარდო ამი ეს სურვილი მაქვს არა თუ თქვენ იყენებთ ამ შემთხვევაში თქვენს კონსტიტუციურ უფლებას ამ ადამიანებსაც კანონით რაღაც უფლებები მინიჭებული მაშინ იმათ უფლებებზე კანონით მინიჭებული უფლებებზე ეს ის საკრებულოს შეუძლია ვთქვათ კონკრეტულად ვაშჩიძის ნაცვლად აირჩიოს სხვა საკრებულოს მაგრამ ეს დეპუტატების გადასაწყვეტია აი ეს რაღაცა ხო მაგრამ როცა შიმშილობას აცხადებთ ეს ნიშნავს თუ არა იმას რომ თქვენ დეპუტატებზე არაპირდაპირად ზეწოლასაც არა მე არ ვაკეთებ ზეწოლას და დეპუტატებმა უნდა გადაწყვეტოს
კარგი, მოდით, ბოლო კითხვა იქნება ეს. რამდენხან შეიძლება ეს ყველაფერი გაგრძელდეს? მანამ სანამ არ გადადგება ჩიტიძე თუ ხვალდაზე კიდევ ახალი მოთხოვნები გაჩნდება? ეს კონკრეტულად ჩემი ის არის, სანამ არ გადადგება ჩიტიძე, ჩემ გადასაწყვეტია. მე მანამ აგრძელებ ჩიმშილობას. კონკრეტულად ვითხოვ, ნუ ამბობთ იმას, მე ვითხოვ ვალერ ჩიტაიშვილის გადადგომასაც ასე მიწერე. ვალერ ჩიტაი, ანუ გუბერნატორის გადადგომასაც ითხოვთ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ბატონო. განჩოთის მუნიციპალიტეტის საყრდენოს გამგემარ დაკუნდრევას ჩიტიძისგან კი იმის გარკვევა შევეცადეთ თუ რას აპირებს ის რა გადაწყვეტილების მიღებას და საერთოდ როგორ შეფასებას აძლევს რომ მისი კაბინეტის ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს მჯდომ მოშიშრებთან დაკავშირებით და აქციის მონაწილეებთან დაკავშირებით ბატონო მოგესალმებით. ამიტომ ის კითხვა გვაქვს თქვენთან ახლა იმიტომ რომ გუშინ გაჩნდა აქციაზე მოთხოვნა გადადგეს საყრდენოს თავმჯდომარე წევას ჩიტიძეს. აი პირველ რიგში როგორ შეფასებას აძლევთ ამ მოთხოვნებს და მეორედ რას აპირებს ბატონი ერევასი. მოგესალმებით. აქციის ეს ფორმა და სახე ალბათ დავეთანხმებით ყოველთვის მიუღებელია, თქმა უნდა, მოშფოთებელია. ფორმა თვითონ აქციის ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ ტელევიზორში, რომ ეს არ არის მხოლოდ ლანჩხუთში, რამდენიმე ფაქტი ზოგადად უკაცრავად კონცერტებს, სხვა ქვეყნის მოსახლეობის იყო, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები ოფიციალური პირები ყველა კუთხით აკეთებენ განმარტებას, რომ ეს არის მიუღებელი ფორმა და ყველაფერს აქვს თავისი წესი და რიცხვი. თქმა უნდა, მეც ვიზიარებ ამას, იმიტომ რომ ყველაფერს კანონი და წესი არეგულირებს. კონსტიტუცია განსაზღვრავს რა არის კანონმდებლობა, კანონმდებლობარი აქტები, ყველაფერს განსაზღვრავენ რა წესი და როგორ უნდა მოხდეს, თუ საკუთარი გადადგომაზეა საუბარი ამისთვის არსებობს საკრებულოში იმპიჩმენტის წესი, თუ ეს საზოგადოების ნება ამისთვის არსებობს გარკვეული წესი, რასაც შესაბამისი კანონმდებლობა არეგულირებს, მაგრამ ის ფორმა და ის გზა და ის წესი არსად არაფრით არ რეგულირდება სიცხაფეზე. თუმცა მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ მე ჩემთვის ეს თანამდებობა საერთოდ კარგი პასუხისმგებლობისა, როგორც მოხელის, როგორც თითოეულ წარმომადგენლის, როგორც მოქალაქის თუნდაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა სხვა რაფერი და მე ყველაფერთვის ჩემს პრობლემა არ არის. მაგრამ ეს მართლაც უნდა იყოს საზოგადოების ნება, ან იმ საკრებულოს ნება, რომელიც პრობლემასაც ამიტომაც მე წარმოაჩენ. კიდევ ერთხელ მოგობ, ჩემთვის არ არის პრობლემა რა ნებისმიერი გაწყვეტილების მიღება და გარემოს შესახებაც. მაგრამ მე თუ ხვალ რას ვაპირებ და რას გიგმოთ, შემიძლია ერთი კითხრათ, გამგებლის ვაკანსია არის ლანჩხუთში, გამგებლის მოვალეობას ასრულებს ბატონი კახაბერას კურავა, გამგებლის გადადგომის მოთხოვნაც არის შემდეგ იგივე პოზიცია აქვს ბატონ კახაბერსაც. მაგრამ ჩვენი ვალდებულება არის რომ დაინიშნოს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე საკონკურსო და დადგენილი წესით მიცემული კომისიის თავმჯდომარე და ამტკიცებს კომისიის შემადგენლობას დებულებას უახლოეს დღეებში და გამოცხადდება კონკურსი გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე. მაგრამ საკონკურსო თავმჯდომარე ჯერჯერობით მე კონკრეტულად სკოლები, რომელიც არის წლის ბოლომდის ბიუჯეტის პროექტში ხილავთ. ძალიან დატვირთული და აქტიური პერიოდია, უბრალოდ მეუფლება არ მაქვს ამ პროცესებს ეტაპზე ხელი შეუშალო. გასაგებია, ბატონო რაზი წავიკითხეთ, ესეთი მოთხოვნა იყო თავისუფლება დეპუტატებს, მიეცი დეპუტატებს თავისუფალი არჩევანის უფლება და ჯერ პირველ რიგში მაინტერესებს რატო ჩნდება საერთოდ ეს მოთხოვნები, რა ზეწოლების ქვეშ იმყოფებიან დეპუტატები ამ დრომდე? არანაირი ზეწოლა. და თქვენ თვითონ ესეც ზეწოლა არის, რასაც ახლა ისინი ახორციელებენ დეპუტატები არანაირი ზეწოლას არ განიცდიან, მე არ მგონია ვინმე სადმე გარკვეულზე ზეწოლა ექსერებს ან სასაცილო საკემოზე საუბარი, ყველა ადამიანი თავის ნებაში თავისუფალია და ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი და ნების გამოხატვის საშუალება და უფლება. და ფაქტი კონკრეტულად ეს რა თქმა უნდა ალბათ ზეწოლის გარკვეული ფორმაც შეიძლება განიხილოთ. ერთი რამ ფაქტია, რომ გარკვეულ პროცესებს ეს რა თქმა უნდა ხელს უშლის. მე უშუალოდ საქმიდან გამომდინარე ვსაუბრობ, იმიტომ რომ გარკვეულ დაძაბულობას და გარკვეულ ცურვებს უნდა წარმოქმნის და პატივს. ძალიან დიდი მადლობა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის
მუნიციპალიტეტის გამოდის მოვალეობის შემსრულებლად ხაბერას კულავასთან კი იმას შევეცდებით პასუხისმგებლობას აპირებს თუ არა ის აქციის მონაწილეთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას. თუმცა გამოსამებით პირველ რიგში მინდა თქვენ შეფასება იმასთან დაკავშირებით, რაც აქციაზე წარწერილი ჩნდება ლანჩხუთის დავაკმაყოფილებლად ლანჩხუთის მოსახლეობის მოთხოვნა გადადგეს გამოდის მოვალეობის შემსრულებელი ხაბერას კულავას მოსახლეობის რაოდენობის მოთხოვნა იქნება როგორ ფიქრობთ? ამგვარი წეგდება ამგვარი ტერიტორიაზე ამიტომ მოსახლეობის მოთხოვნა არ მომდინარეობს კონტროლთან თამას ყველაფერს თუმცა მიფიქრებ რომ ეთიკას მოთხოვნა არის საფრანგეთის თემზე საჯარო პალატის ნაწილობა თუნდაც ერთი ადამიანი მოითხოვის რაღაცას ეს ჩემთვის როგორც მუნიციპალიტეტის განვითარების შემსრულებლის კულაცარია და მნიშვნელოვანია თუმცა მათ შეეხება ჩემ გადადგომის მოთხოვნას ის ასე ცოტა არასერიოზულად ჭერს იქნება მე აკეთებს პრაქტიკულად და მასშტაბად აკეთებს პრაქტიკას ასე ეს იუდი დასამართლებლზე არის მოთხოვნა რომელიც უბრალოდ არის არაკომოდები რატომ გახდა ეს ყველაფერი კონტექსტში რომ ეს არც მოსახლეობდებარება არც სერიოზულად არ შეიძლება მის მიღება მით უფრო რომ მოსახლეობის ინტერესი არ იკვეთება და ქართული ოცნებაც კი და დეპუტატებად ჩაიძა რომელსაც ჩვენ ვისაუბრეთ აცხადებს რომ ისინი ამას მომენ ეს არ არის ქართული ოცნების მხრიდან მარტივი აქცია რატომ გამოცხადდა პარალელურად კონკურსი გამოცხადდება სულ რამდენად წინ სადებიუტო დასწრება გამგებლის ვაკანტურ პოსტთან დაკავშირებით რატომ მიიღო ასკულავანის გადაწყვეტილება? რომელი გადაწყვეტილებას მისაუბრეთ? ანუ თქვენს თანამდებობას მოვალეობის შემსრულებლის თუ მე ახლა მოგახსენებ ყველაზე პასუხს ჩვენ მე პირადად იმ თავით განაცხადე შექმნილი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე დავადგეთ ცივილიზებულ გზას ვფიქრობ ადამიანები რომლებიც ეხლა კარაში არიან ცოტა ასე ვთქვათ საკუთარ თავს ისინი გამარჯვებული უძალავ თავს და არიან ისინი უახლოვდება ქართული ოცნების წევრები არიან ჩაწერა ისინი აქციის ორგანიზატორობასაც უახლოვდნენ აქციაში მონაწილეობასაც უახლოვდნენ მაშინ საერთოდ ჩუთელი მოსახლეობა ჩუთელი მოსახლეობა ეს ალბათ ამას გეუბნებით არასერიოზულია მე ვფიქრობ რომ ატოე რომანი არის რესპუბლიკის პარტიის თავმჯდომარე რაიონში და ის არის ერთ-ერთი გამარჯვებული კოალიციის წევრი თავმჯდომარე რაიონში აქედან გამომდინარე რომ ყველაფერს ცივილიზებული გზა და ჩვენ ეს ცივილიზებული გზა მათ შეთავაზებული დღესაც უშინო შეთავაზებული და საკუთრების თემას გარკვეულს განცხადება და თქვი ესეთი რა არანაირ თანამდებობას არანაირ სკავს მე არ ვგონი თუ წამოს აბსოლუტურად მოგონოს იმიტომ სხვაზე ნამდვილად არ ვიყავი და არ იქნები იმენობით მე ჩემს გადაწყვეტილებას დავუქვემდებარ ეს პროდუქტად ჩემზეა საკუთრების თემაზე ღია საჯარო თქმული გამარჯვებული კოალიციის ყველაზე საუკეთესო წარმომადგენელი რაიონშია მაჟორიტარი დეპუტატი ხალხის არჩევანი იყო თემჩხაიძე და გადაწყვეტოს ბატონო თემა არის მისი გადასაწყვეტი თუ მეტყვის ის რომ მე გამგებლის მოვალეობის შესრულებიდან გადავდგე და დავუბრუნდე პირველ მდგომარეობას კონკრეტულ მოთხოვნას სათვალ თუ და პლუს ამას იმას თუ დავუმატებთ რომ ეს გადაწყვეტილება ესე ვთქვათ გარკვეულ იმ ჯგუფსაც რომელიც გარეთკას დააცხობდა ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება თუმცა გამოჩნდა ისე რომ როცა მე ვთქვი ეს გადაწყვეტილება მიღების პრობლემა არ მაქვს ამ ადამიანებმა მე გაზარდეს მოთხოვნა და თქვენს ახლა საკუთრების თავმჯდომარეს გადაწყვეტს უკეთ არ ვიცი მე დღეს ამ მდგომარეობა დეპუტატის როგორც თქვი ვისაუბრეთ რომელიც აცხადებს რომ ეს არ არის კანონიერი მოთხოვნა არც ქართული ოცნების მიერ მართული არ არის ეს ჩვენი მიზანია ადამიანებს კანონით ჩვენ მდგომარეობა სახელი
თქვენ უნდა დაარქვათ, იმიტომ რომ თქვენ პედაგოგი თქვენი პოზიციიდან გავიგეთ. ჩემ პოზიციიდან გავიგებით იმას, რომ ან თქვენ მხოლოდ დამოკიდებული ხართ ვლადიმერ ილიჩ-ხაიძის არჩევანზე ამ შემთხვევაში? მე დამოკიდებული ვარ საკონკურსო თქვენ ამ კონკურსში არ მივიდეთ. მე ამ კონკურსში მივიდეთ თორემ სამისთაობას დავაფიქსებ პროექტს აუცილებლად, მაგრამ ამ ეტაპისთვის მე ვასრულებ გამგებლის მოვალეობას, რაიონი ვერ იქნება გამგებლის გარეშე, არ შეიძლება გაჩერდება და ეს გამოიწვევს უამრავ უხერხემლო მდგომარეობას საზოგადოებაში. ზეიდა, იმიტომ რომ თუ გაიმარჯვა ოცნება, მაშინ ოცნებას უნდა მივცეთ გზა და თუ არა და მაშინ მე არ ვიცი რა, მაშინ რატო ჩატარდა არჩევნები? საერთოდ რატო ჩატარდა მაშინ არჩევნები? რა აზრი ჰქონდა იმ არჩევნების ჩატარებას საერთოდ? ჩემი აზრი ასეთი. უნდა დავუთმო, ჩემი აზრი ასეთია და რა ვიცი. თუ არა, რამდენამდე უნდა გაგრძელდეს ზეიდა, თუ მაგენის დრო იყო საერთოდ. თუ დრო ჰქონდათ მაგენს, ხო? ამ ნაციონალებს გულისხმობ. მაშინ რაღაც საჭირო იყო ამგენი ჩატარება, არჩევნების ჩატარება და რატომ ჭიდაობენ და რატომ იმარშვებიან, კაცო, ხალხით დავიღალეთ, უბრალოდ დავიღალეთ. ჩვენ გვინდა მოსვენება და წესიერი ცხოვრება, მე ასე ვფიქრობ ზეიდა. მშვიდობიანად შეთანხმდეთ, всё. მე ვფიქრობ ამას, რომ ესე იგი ახლა მე რასაც მივედი, არა მაგრამ რასაც მივედი, რაც დამჭირდა. ყოველთვის უკმაყოფილო ამოწევს საწარმოა. სიმართლის მე ვფიქრობ, რომ რაც მართალ საქმეზე მივედი, რა თქმა უნდა. სიმართლე მაგრამ მე ესე იგი შემინახავს. ამიტომ ახლა აკროავს ხალხი რომ უნდა დაკოდატოს დაკავებული თანამდებობაო. რა ვიცი, მე მგონი რომ ესენი მართალია ნაციონალები არიან, მაგრამ კარგი კადრი არის რა. თვითონ რევაზის და თვითონ კახავს რაღაც. ყველა უნდა გადადგეს შეშემოგებლები და მარტო გამგებელი კი არა, მთელი ნაციონალური სისტემა რომ არის მოკალათებული გამგეობაში, ყველანი უნდა გადადგეს. როცა მოდის ახალი მთავრობა, ახალი ძალა ყველგან უნდა მივიდეს, არა მარტო თბილისში, არამედ ყველა რაიონში. ეს აუცილებელია, რომ დასაბრდენი იმ ნაციონალურ მოძრაობას გამოეცანოს. თქვენი აზრით განკარგეთ? არ ვიცი. მე არ ვიცი, იმიტომ რომ არ ვარ საქმის გულში. რომ დღეს მომყარი პური რაღაცეებს და არ ვიცი, რომ არ ვიცი, ვერ ვიცი. არა, ხომ გაიგეთ რა არის მოთხოვნა და არის მოთხოვნა კი, მაგრამ მაინც არ ვიცი რა შეასახა. ანუ მოთხოვნა არის ბატონო, რომ უნდა გადადგეს თანამდებობიდან ბატონი კახა ასკურავა და თქვენ როგორ